რამდენიმე თვის წინ დავამშვიდობეთ ჩვენს ბინას, სადაც ვიცხოვრეთ მრავალი ბედნიერი წელი და ცხადია, ემოციურად არ იყო მარტივი ეს განშორება, თუმცა სიახლეების დროა, ასე რომ გაიცანით ჩვენი ახალი საცხოვრებელი ბინა, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს და ერთი სული მაქვს დავასრულოთ ის ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოები, რომელიც წინ გველის და გადმოვიდეთ აქ საცხოვრებლად. ბინა, როგორც ხედავთ, არის საკმაოდ ნათელი და კომფორტული, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არის ჩვენთვის გამოწვევა გამომდინარე იქიდან, რომ ბინას აქვს მხოლოდ და მხოლოდ 2 საძინებელი, ჩვენ კი აუცილებლად გვჭირდება 3 საძინებელი, თუმცა კარგი ის არის, რომ ფართი გვაძლევს საშუალებას დავუმატოთ იზოლირებული სამზარეულოს ხარჯზე დავუმატოთ მესამე საძინებელი. მოგეხსენებათ უკვე გარემონტებული ბინის შეცვლა, გაყვანილობების შეცვლა ყოველთვის უფრო რთულია ტექნიკურად და უფრო მეტად ხარჯიანია, ვიდრე დაიწყო მაგალითად შავი კარკასიდან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევას წარმატებით გავართმევთ თავს და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს თქვენთან ერთად გაველი და ყველაფერს გაგიზიარებთ თუ რას როგორ შევცვლით, როგორ გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს და ახლა მინდა რომ ყველაფერი დაგათვალიერებინოთ დეტალურად და შემდეგი ვიდეოდან უკვე დავიწყებთ გრევას, დემონტაჟს და რემონტს. ეს არის ბინის შემოსასვლელი სივრცე, რომლის მარჯვენა მხარეს გვაქვს ერთი სველი წერტილი და საბედნიეროდ სველ წერტილებში არ გვიწევს არაფრის შეცვლა, რადგან საკმაოდ კლასიკურ ფერებშია, ასე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილი შავის და თეთრის კომბინაცია, კედლის ორიგინალური დეკორით და მიხარია რომ ამ ხრივ ხარჯი არ დაგვემატება, ერთადერთი შევცვლით ნიჟარის კარადას და თაროებს. როგორც ხედავთ, მისაღებო ოთახში ამაღლებულია იატაკი, ანუ დონეებით არის წარმოდგენილი იატაკი, იქიდან გამომდინარე რომ იატაკქვეშ არის გაკეთებული გაყვანილობა. რა თქმა უნდა, ეს ასევე დარჩება, უბრალოდ ჩვენ შევცვლით კერამიკულ ფილას, ვფიქრობ რომ ამ კერამიკულ ფილას ჩავანაცვლებთ ლამინატის იატაკით, წინა მხარეს კი უკვე მისაღებო ოთახში, რომელიც აი ესეთი თაღოვანი ღია კარით უერთდება შემოსასვლელ სივრცეს, აქ გვაქვს უკვე მუხის ხის პარკეტი, რომელიც იდეალურ მდგომარეობაშია, მხოლოდ და მხოლოდ საჭიროებს მოხვეწას. მისაღები ოთახის სივრცე გვაძლევს საშუალებას, რომ აქ გავაკეთოთ სტუდიოს ტიპის სამზარეულოც რომ აქ გქონდეს და მოსასვენებელი ოთახით დივანი და ტელევიზორი, ამ მხარეს სამზარეულო და კუნძული, თუმცა ისევ და ისევ ტექნიკური პრობლემების გამო, რადგან უკვე გაყვანილობა ყველაფერი გაკეთებულია და რთულია რაღაცების შეცვლა, ეს ვერსია სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, არ გამოგვდიოდა აქ გამწოვი, წყლის პრობლემაც გვექნებოდა, აქედან გამომდინარე, მოკლედ ეს იდეა დავივიწყეთ და მოვიფიქრეთ ახალი და ახლა გადავინაცვლოთ იზოლირებულ სამზარეულოში, სადაც ჩვენ ვაპირებთ საძინებლის გაკეთებას და ასევე გაჩვენებთ, სად ვაპირებთ სამზარეულოს გაკეთებას. მისაღები ოთახიდან უკვე გადავდივართ იზოლირებულ სამზარეულოში, რომელიც აქამდე გეგმაში მქონდა, რომ უნდა გადამეკეთებინა როგორც საძინებელი ოთახი, რომელიც საკმაოდ დიდი კვადრატულობის გამოდიოდა, ექნებოდა მას პირველადი განათება, მაგრამ აი ამ გათბობის ფეჩის გამო და იმის გამო, რომ მისაღებ ოთახში ასევე არ გამოგდიოდა უკვე სამზარეულო გამწოვისა და ტექნიკური პრობლემების გამო, გადაწყდა, რომ ამ სივრცეში ამ ნაწილში იქნება სამზარეულო და მეორე მხარეს იქნება საძინებელი. მართალია საძინებელს არ გამოსდის პირველადი განათება, თუმცა ამ მხრიდან გაიჭრება კედელი და ჩაჯდება აქ უკვე დიდი ვიტრაჟის კარი, რომლის ხარჯზეც ეს შუქი შევა ამ მხარეს და ასევე მინდა დეკორატიული ფანჯარა, რომელიც იქნება როგორც სამზარეულოში, ასევე იქნება გამჭოლი მეორე საძინებელში, ანუ საძინებელი იქნება საკმაოდ ნათელი, სწორედ ამ დეკორატიული ფანჯრის, სამზარეულოს ფანჯრის და ასევე ვიტრაჟის კედლის ხარჯზე. ეს ვიტრაჟის კედელი იქნება საკმაოდ მოზრდილი, იქნება ნათელი, შესაბამისად განიავებაც მოხდება მისაღების სივრცის შედეგად, მოხდება განიავება საძინებელი ოთახის. ამ სივრცეშიც რა თქმა უნდა გვიწევს იატაკის აყრა, ასევე როგორც ხედავთ კედელზე გაკეთებულია კერამიკული ფილა და ესეც უნდა ჩამოინგრეს მთლიანად, მოკლედ აქ საკმაოდ ბევრი სამუშაო გვიწევს იმისათვის რომ გაკეთდეს საძინებელი ოთახი, ასევე არ ვიცი დავტოვებთ თუ არა ამ კარს, არ ვიცი იქიდან გამომდინარე რომ რადგან შემოსასვლელი ისედაც ექნება მისაღები ოთახიდან, კიდევ კედლის კარით
დატვირთვა არ ვიცი რამდენად იქნება საჭირო. ამას რა თქმა უნდა შემდეგ უკვე გადავწყვეტთ. ასევე შესაძლებელი გვაქვს ჭერები, ჭერს ჩამოვიღებთ და გავაკეთებთ სადა ჭერს. ახლა გადავიდეთ უკვე მეორე საძინებელში, მეორე სულ წერტილს გაჩვენებთ და ჩემს ოთახს და მის კიდევ პლუსებს ბოლოსთვის შემოვინახავ. იზოლირებული სამზარეულოდან გამოვდივართ ისევ შემოსასვლელ სივრცეში, სადაც გვაქვს ჩაშენებული გარდერობი, ასევე გვაქვს მეორე სველი წერტილი, მართალია აქ ყველაფერი შავია, კედლებიც და იატაკიც, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ძალიან მომწონს და შესაბამისად არც აქ ვაპირებთ რაიმე ცვლილების შეტანას. აქედან გადავდივართ უკვე მეორე საძინებელ ოთახში და ეს გახლავთ ჩვენი ქალბატონის საძინებელი ოთახი, რომელიც საოცრად ნათელია. აქ ახლა გვაქვს შავი ფერის ავეჯი, რომელიც დაგვიტოვეს ბინის წინამე პატრონებმა. ეს ავეჯი ალბათ გადაინაცვლებს საბას საძინებელში და ელისაბედს გავუკეთებთ უკვე მისი გემოვნების მიხედვით გავაკეთებთ ავეჯს, ასევე შევცვლით კედლის ფერს და ახლა გადავინაცვლოთ ჩვენ საძინებელში, რომელიც ერთი რამის გამო განსაკუთრებით მომწონს. და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს საძინებელში, რომელიც ასევე საკმაოდ ნათელია, საკმაოდ კარგი ზომის. აქ დავდგავთ უკვე საწოლს და ეს არის სარკე, რომლის უკან იმალება თავარი, რის გამოც ამ ბინის ყიდვა ყველაზე მეტად მომინდა და რის გამოც გადავწყვიტე, ეს არის გარდერობის ოთახი. ქალბატონები გამიგებთ თუ რას ნიშნავს ახლა ეს ოთახი ჩემთვის. აქ უკვე წარმოდგენილი მაქვს როგორც ჩავაწიკწიკებ ჩემს სამოს, ფეხსაცმელს, ჩანთებს, ქურდებს და ამ პატარა სივრცეში, აი ამ პატარა თაროს და ერთ უჯრას დავუთმობ ლაშას. განარჩენი ყველა ჩემია. როგორც ხედავთ ბინაში დღესვე შეიძლება ავეჯის შემოტანა და ცხოვრება საკმაოდ კარგი ხარისხის რემონტია თავის დროზე გაკეთებული, არაჩვეულებრივი მართლაც საუკეთესო ფანჯრებია ჩამონტაჟებული, შიდა კარი ყველა ძალიან კარგია და რეალურად ჩვენ მხოლოდ კოსმეტიკური რემონტის გაკეთება გვიწევს, პირველ რიგში საძინებლის დამატება გვიწევს და აქ ყველაზე დიდი სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს. სხვა მხრივ არის რაღაცები, რაც შეიძლება ჩვენ სტილში არ ჯდებოდეს, მაგალითად მე ძალიან არ მიყვარს, როდესაც დონეებით არის წარმოდგენილი ჭერი და აქ არის რამდენიმე დონე ჭერის ნათურები და ასე შემდეგ და ამას შევცვლი, რა თქმა უნდა, კედლის ფერებს შევცვლი, მოკლედ რეალურად სამუშაო არც ისე ბევრია, კოსმეტიკური თვალსაზრისით, ყველაზე დიდი სამუშაო გვაქვს საძინებლის და სამზარეულოს ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თქვენს გარეშე ვერ გავაკეთებ, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენს წინა ბინაში ძალიან ბევრი რაღაცა სწორედ ჩემი ხელით გავაკეთე და აქაც ასე ვაპირებ. რაღაცებს მე თვითონ გავაკეთებ, კედლის შპალერს მაინც ჩამოვხავ, სხვა თუ არაფერი. ნუ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაგიზიარებთ, ნახოთ რა დრო დაგჭირდება და როდის შევძლებთ ამ ბინაში საცხოვრებლად გადმოსვლას. ახლა კი შეგიძლიათ მოგვილოცოთ ჩვენი ახალი საცხოვრებელი ბინა.